დღეს რუსთავში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმყოფებოდა. ქეთევან ბოჭორიშვილმა მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის პრეზენტაცია გამართა. შეხვედრას ქვემო ქართლის გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი, რუსთავის მერი დავით ჯიქია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე, რუსთავის მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელი სოფო ჯიქია მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან ერთად ესწრებოდნენ. ვრცლად თამარ ლოლაძის სიუჟეტში. პრემიერ-მინისტრის ინიცირებული პროგრამის აწარმოე საქართველოს ფარგლებში საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის განხორციელება უკვე დაწყებულია. რამდენიმე რეგიონში და მათ შორის ქვემო ქართლში პროგრამის განხორციელება მიმდინარე წლის 15 მარტიდან დაიწყო. აღნიშნული პროგრამის უკეთ გასაცნობად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ დაინტერესებულ პირებს დღეს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და პროგრამის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. Უმნიშვნელოვანესია დამერწმუნეთ, რომ როდესაც მეწარმე აიწყებს ახალ საქმიანობას, მოხდეს სწორი ხარჯსაღრიცხვა, მოხდეს პროექტის მიზნობრიობის განსაზღვრა, ბიუჯეტირება და სწორედ დაიგეგმოს ის საქმიანობა, რათა შემდეგ სიცოცხლისუნარიანი იყოს. ამიტომ პირველი კომპონენტი ეს გახლავთ კონსულტაცია და უნარების გაუმჯობესება, ხოლო მეორე არის ასევე უმნიშვნელოვანესი, რომელიც არის წვდომა ფინანსებზე და ამ პროექტის ფარგლებში მეწარმეებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ თანამონაწილეობრივი გრანტი. პროექტში ყველაზე მთავარი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოგეხსენებათ, რომ სწორედ ადამიანური ფაქტორია, ასე რომ ეს ითვალისწინებს როგორც მეწარმეების, ასევე მათთან დაახლოებული პირების, ფინანსისტების, ვინც უნდა შექმნას ეს ახალი საწარმოები და დანერგოს ამ ადამიანების მომზადება, მათი შეკრება და რაც მთავარია ინფორმაციის დროული მიწოდება. აქვს სახელმწიფოს პროგრამა, რომელიც აუცილებელია ქვეყნისთვის და არის მეწარმეებისთვისაც არის რაღაც და აქვთ ინოვაციები და შესაძლებელია ამ შეხვედრის შედეგად ჩამოყალიბდეს ისეთი მომენტები, რომ გამოთქვას რამოდენიმე ათეულმა მეწარმემ რაღაც გარკვეული ინოვაციებში, გარკვეული თანხები ჩაიდოს და ანალოგიური პროექტები ზოგადად რუსთავში განხორციელებულა აწარმოა საქართველოს ფარგლებში საკმაოდ წარმატებულია. პროექტის ფარგლებში ამჯერად ბიზნეს იდეების კონკურსი მიმდინარეობს. დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეა და ბიზნეს უნარები გაიღრმავონ, რის შემდეგაც მეწარმეები სახელმწიფოსგან შესაბამის დაფინანსებას მიიღებენ. რეგიონებში საკმაოდ დიდი პოტენციალი არსებობს და ეს პოტენციალი, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია, გვინდა რომ ამ პროგრამის მეშვეობით მიკროდონეზე, მცირე ბიზნესის განვითარების დონეზე ჩვენ დამატებითი ხელი შევუწყოთ. ორი პროექტი მაინტერესებს და დავიწყე კიდევაც და ამიტომ უფრო მოვედი აქ, რომ უფრო მეტი ცოდნა მივიღო. მაქვს ორი პროექტი განსახორციელებელი, სადაც აუცილებლად მარტო ქალბატონები იქნებიან დასაქმებულები. გვაქვს ბიზნეს იდეა, რომელიც განხორციელებასაც ფიქრობთ, რომ განვახორციელებთ, არის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამები და ვიმედოვნებთ, რომ იქნება ყველაფერი კარგად. და სოფლის განვითარების მიმართულებით ალბათ მთავრობა ძალიან კარგ ნაბიჯებს გადადგამს, თუ იქნება სწორი სვლა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიციატივით ანალოგიური შეხვედრები საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება, რომლის საშუალებითაც მეწარმეები უშუალოდ პროგრამის ორგანიზატორებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას, რის შემდეგაც სამთავრობო ინიციატივაში ჩართვის შესაძლებლობა ექნებათ.